კახაბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სეზონური სატყეო სკოლა გაიხსნა. პროექტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის ბაზაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. სატყეო სკოლა დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნდა და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის წახალისებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი ორ მთავარ თემას, ტყეების ეკოსისტემებსა და მათ ბიომრავალფეროვნებას მოიცავს. სწავლებას გაუძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპელი წამყვანი პროფესორები და მეცნიერები. სტუდენტები, მსმენელები, მაგისტრანტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, შეადარებენ და ადგილზე ნახავენ და მიიღებენ იმ უნარჩვებს, რაც სჭირდება სატყეო სექტორის მომუშავე პროფესიონალებს. და ზუსტად ამას ემსახურება ეს ღონისძიება, რომ თეორიასთან ერთად ჩვენი მსმენელები ადგილზე სამ ლოკაციაზე მიდიან და იქ მიიღებენ, გამოიმუშავებენ ამ მეტყევისთვის საჭირო უნარჩვებს. ეროვნული სატყეო სააგენტო მიესალმება სატყეო განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისაკენ მიმართულ ყველა ღონისძიებას. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას ვესწრებით აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც შოთა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გახსნა გაიმართა. ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა, სადაც არამხოლოდ ქართველი მეტყევე მეცნიერების მონაწილეობით რამოდენიმე დღის განმავლობაში მსმენელს მიეცემა საშუალება, რომ აი ამ დარგში ახალი მიღწევების, ახალი სამეცნიერო კვლევების შესახებ მიიღოს ინფორმაცია და რაც მთავარია ეს დარგი გახდეს უფრო პოპულარული. სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა სატყეო მიმართულების და ზოგადად გარემოსდაცვითი განათლების მიმართულების პოპულარიზაციისათვის. ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის ცდილობს მსგავსი ღონისძიებების მოწყობას. შევეცადეთ შეგვეთავაზებინა საინტერესო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც სალექციო, ასევე საველე ექსკურსიებს.